Პარასკევია დღესა და სტუდია ასპექტი გეხსომებათ ალბათ 5 დღიან რეჟიმში მუშაობს და გადავწყვიტე ბატონი გიორგი თავდგირიძეს შეეჯამებინა მთელი კვირა, მით უმეტეს თითქმის ყველგან რაღაცები ხდება და გიორგი, შენ არა მარტო სამხედრო სპეციალისტი ხარ, უკვე სამხედრო პოლიტიკურ თემებზე გიწვევ აგერ და მართა მაინტერესებს აი რა მდგომარეობა არის იგივე აზერბაიჯანში, რა მდგომარეობა ირანში და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის ეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოდი ვთქვათ, რუსეთსა და ამერიკისა შეხვდნენ ერთმანეთს და აი გეოპოლიტიკური რაღაც დაძაბულობის ახალი კერა გამოჩნდა, ფაქტიურად ტრამპმა აღიარა, რომ უახლოეს დღეებში სერიოზულ განცხადებას გავაკეთებო, ყოველ შემთხვევაში 300 მილიონი დოლარის მოწყობილობები, ხო ხვდებით რაც არის ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები თამარაგებს უკრაინას. ძალიან რთული სიტუაცია არის ჩემის აზრით, ყოველ შემთხვევაში ახლა ისრაელისა და ირანის ესე ვთქვათ 30 წლიანი დუღილი უკვე გადაიზარდა რაღაც სხვაში ამერიკელებმა ფაქტიურად დიდი საქმე გააკეთეს, რომ ირანს ეს ბირთვული ესე ვთქვათ იარაღის გამამდიდრებელი რაღაც ისინი დაწესებულებები თუ მე მეხსიერება რაღაც კლდეებში ქონიათ ეს ლაბორატორიები, ისინი დაუზიანა. ამ დროს უცბად აფეთქდა და ძალიან მე თუ მკითხავთ მოულოდნელადაც ანტიაზერბაიჯანული განწყობა შინაგან საქმეთა სამინისტროსი და დაძაბულობა მოყვა თვითონ აზერბაიჯანში ფაქტიურად ყველა გაზეთი და ყველა ესე ვთქვათ სატელევიზიო საშუალება რუსული გააუქმეს იქა და რაღაცა უცნაური სიტუაციები არის. მე ხა არ მინდა რომ დეტალებში გადავიდე, ჩვენთან არის აი ხა ეს აბსვა სეპარატისტების რაღაც უცნაურობებს საუბრობენ ყოველ დღე ინფორმაციას უყურებ და არც იქაა დალაგებულად სიტუაცია ბუზღუნებენ და ბუზღუნებენ ეს აბსუები და მე აზიარა ვარ რა გარანტიები უნდა გამოგვიყარეს ხალხი და ეხლა სამშვიდობო ხელშეკრულება დავდეთო. რბილად რო თქვა ამიერკავკასიაში ფაქტიურად რუსეთი ძალიან შევიწროვდა და აი ამის გარშემო ვისაუბრო და რაც შიდა პოლიტიკაში არის ამასაც თუ შემიჯამებ ამ პარასკევ დღეს ძალიან კარგი იქნება. მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ. მოგესალმები ბატონ დავით, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. რა თქმა უნდა, მიყვეთ ხა თანმიმდევრულად თქვენ ბევრ თემას შეეხეთ. დავიწყოთ ჩვენი პრობლემით, თქო ძალიან მოკლედ. აფხაზებს და ცხინვალელ ოსებს იგივე პრობლემა აქვთ, რაც ვიძინა ივანიშვილს. ანუ მათი პრობლემა არის ზუსტად ის, რუსეთი ამ ლიდერებს, რომლებიც განსხვავებული, მაგრამ ქონებები გააგროვა კრიმინალით, გარკვეული პოლიტიკური კრიმინალით, ანუ მცირე თუ დიდი ღალატით საქართველოს წინაშე, რუსეთი ამას დაუფასებს და წაიყვანს, თუ ეს არ არის მათ რაც გააჩნიათ საკმარისი იმისთვის, რომ როგორც ვთქვათ, სირიის დიქტატორი აღმოჩნდნენ რუსეთში. მე ჩემი შეფასებით მე ვფიქრობ, რომ ესენი ისეთი მასშტაბის და ისეთი დამსახურების არ არიან, როგორც ასადი და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ზუსტად მათი პრობლემაა და ისინი ხედავენ, რომ მათი პრობლემა არის ის, რომ თავშესაფარი არ აქვს. არც ევროპული ქვეყანა, არც არაბული ქვეყანა, მათი თავშესაფარი ვერ არის. იმიტომ რომ აქ უყურეთ როგორი თემაა და ამას მე განაცემის ბოლოს კიდე დაუბრუნდები რიჟვაძის თემასთან დაკავშირებით. ანუ არსებობს ლეგალური უსაფრთხოება, რომელსაც უზრუნველყოფს დასავლეთი, როდესაც პოლიტიკური რეჟიმი ემხობა თუ იცვლება, იმის ფასად, რომ ისინი უსისხლოდ თმობენ ძალაუფლებას, მათ გარკვეულ გარანტიებს აძლევენ. Ну, ეხლა რა თქმა უნდა, ეს არ ეხება რაღაც ფინანსებს და ხაზინის აღებას და რაღაცა შავი სქემების ისევლე გადალაგებას. თავისთავად ეს ადამიანები რჩებიან იმ ქონების და იმ ძალაუფლების გარეშე, რომელსაც მჩევლები არიან, მაგრამ სამაგიეროდ ცოცხლები. სხვა ნებისმიერი სქემა ბუნებაში არ არსებობს. ნებისმიერი სქემა იწყებენ თქვენ გაკრიჭვას. თუ რუსეთზეა საუბარი, ჯერ იწყება ოფიციალური გაკრიჭვა, მერე იწყება პოლიციური და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკრიჭვა და ბოლოში თქვენ ხართ ჩვეულებრივი რუსი მოქალაქე, რომელიცაც მოგადგებათ კრიმინალი. და ამ ყველაფერს თქვენ უნდა გაუმკლავდეთ. სადღაც უნდა გქონდეთ არა მხოლოდ ის პული, რომელსაც და ის ფინანსები, რომელსაც ლეგალურად ჩაიტანთ რუსეთში, არამედ ის ფინანსები, რომელიც შემდეგ მოგცემს საშუალებას კრიმინალისგან თავი გამოისყიდოთ და ბეგარა უხადოთ. იგივე სიტუაცია აზიური ქვეყნები. ამ შემთხვევაში აზიური ქვეყნებში დეპორტაცია თუ გაქცევა არ ხსნის პრობლემას, აგერ კადიროვი ნათელი მაგალითია, იმიტომ რომ კადიროვს
უნდა რომ ფიზიკურად გაერიდოს რუსეთს, მაგრამ გარანტიებს ვერ იღებს და ამიტომ ვერ გარბის, იმიტომ რომ არაბულ ქვეყანაში ყოფნა მისთვის არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს სწორი ხარ. არ ვიცი ხა ეს კადიროვი რაღაც თან თვითონ მართა რაღაც სერიოზული დაავადებებიც აქვს, მაგრამ მას ურჩევნია თავისთან იყოს ვიდრე არაბულ სივრცეში და არ ვიცი მართა მასაც არ ელის ესე ვთქვათ ნათელი მომავალი. ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვაკვირდები თვითონ რუსეთის ესე ვთქვათ ფედერაციაშიც არ არის საქმე კარგად აწყობილი და დალაგებული და კადიროვზე ამბობდი შენა და რაიმე ინფორმაცია გაქვს გიორგი? ხო, არა, ისეთი არაფერი ხარ რომ დაუყოვნებლივ რაიმე მოხდეს, მაგრამ აქ მიდის კადიროვის ჩანაცვლების პროცესი. კადიროვის ოჯახის წევრების ნაწილი ყავს არაბულ ქვეყნებში. თვითონაც სურს ავიდეს და იმკურნალოს, მაგრამ პირი რომელიც მის შეცვლად სახელდება მიუღებელია მისი კლანისთვის. ახლა მთელი კლანით რა თქმა უნდა ვერ წავა და ვერ გაიქცევა, ახლა ოჯახის ვიწრო წლები ყავს და შესაბამისად ამის გამო ხდება ესე რომ ვთქვათ როგორც ვიცით ხო რუსეთში როგორ არის ხო გავლენებით კრემლში გავლენების და მეგობრობის საშუალებით რაღაცა გადავარდა რაღაცა დაჩქარდა რაღაცა არ გადავარდა მაგრამ ესეთი თემა არის მისი შემცველი და ჩამნაცვლებები რომელსაც FSB ამზადებს არის მისი კლანისთვის მიუღებელი და შეიძლება სისხლიანი ანგარიშსორება განახორციელოს ამ კლანის წევრების მიმართ რომელიცაც თანამდებობები უკავია. ამიტომ ეს აფერხებს კადიროვის წასვლას. თუმცა რაღაც კადიროვის მიმართ აგერ ერთ-ერთი მინისტრი რომელიც მოხსნეს მეორე დილით საქმიდან გადმოხდა ხო? თავი მოიკლა. გადმოაგდეს რაღაცა სავარაუდოდ თავი მოიკლა, მაგრამ უყურეთ რიჟვაძესთან მიმართებაშიც კითხვა რაზეა. ხო? თუ კაცო რაიმე კარგი ხო კორუფციული სქემებია ფული იწოვე რაღაცა მოგივიდა შეცდომა თუ რაღაცა ისე არ დათვალე და ამ ფულს გთხოვენ ხო? უნებრივი რეაქცია არის რომ არ მიხარ მით უმეტეს ახლა რიჟვაძის შემთხვევაში თურქეთი იქვია და აგერ რუსეთიდანაც ოლიგარქების თუ ჩინოვნიკების გაპარვის არაერთი შანსია ხო? მაგრამ არა ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც უკრაინა რუსეთის ომი დაიწყო აბსოლუტურად შეიცვალა სქემები რუსეთში და სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი რომელსაც რუსი ძალო სპეცსამსახურები უმაგრებენ ქმნიან სიტუაციას და წითელი ხაზების ანუ წითელი ხაზები არ არსებობს ანუ პიროვნულად რიჟვაძეზე კი აღარ არის საუბარი ანუ ეხლა რიჟვაძეს იგივე პრობლემა აქვს ან მაშინ მთელი ის რა ქვია აჯარა ნახევარი აჯარა უნდა წაიყვანოს და გადაიყვანოს თურქეთში და იქ როგორ უზრუნველყოს მაცხოვრებას ღმერთმა იცის ან თუ არა და მას მარტო პირადი რისკები არ აქვს იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ მხოლოდ პირადი რისკებზეა საუბარი მოდი ვიჭუბოთ გავარჩიოთ საქმეები ვიღაცასთან მივიდეთ მოვიდეთ რაღაცა მაგრამ თუ ვერ გავარჩევთ ავდგები და გავიქცევი ხო მაგრამ როცა გასაქცევიც ვერ გაქვს ამ მაშინ ცდილობენ თვითმკვლელობას. ამიტომ როცა ეხლა ოცნება ამტკიცებს რომ რიჟვაძეს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა ეს კიდევ უფრო დიდი განაჩენია სისტემისთვის, ხო? ანუ ეხლა არავინ არ დაიჯეროთ რომ გიორგი, ბაბათი რა, მე საბჭოთა კავშირი ძალიან კარგად მახსოვს. ნუ ყოველ შემთხვევაში გოსტბანში რომ მუშაობდი, აი ძირითადში, ნუ მაშინ ხო ძირითადში ეს პოლიტიკური მეისი იყო, რომ რაიკომები მართავდნენ და ესე თქვა დაგეგმაში ღებულობდნენ მონაწილეობას და აი კაი დედიშვილი იყო რომელიმე რაიონი რომ გეგმა არ შეესრულებინა. აი მე რასაც ვაკვირდები არა ის საინტერესო ბერკეტები იყო. თუ კი დაუშვათ ქარხანა იქნებოდა თუ ფერმა გეგმას ასრულებდა წარმატებული იყო ის დირექტორი. თუ კი ვერ ასრულებდა უნდა დაესაბუთებინა ობიექტური მიზეზები რატო ვერ ასრულებდა. ეს უფრო ჯანსაღი მიდგომა ვიდრე დღეს არის. ახლა მე ბათუმზე ახლა შენ სიქაური ხარ წარმოშობით და ყველაფრითა და მე ვიცი რომ აი მაგალითად იქ ნაკვეთს და ნებართვას მშენებლობაზე ძალიან დიდი თანხების დახარჯვაა საჭირო. აი საბჭოთა კავშირის დროს ესე არ იყო. მე ვფიქრობ რომ ყოველ შემთხვევაში აი ნუ მაშინ სახელმწიფო არ ითხოვდა არავისაგან
რაღაცა გთამებს. არ იყო ეს მართა არ იყო, აი სხვადასხვა ისენი იყო, დონეები იყო, ნუ გოსპლანის იყო, მინისტრთა საბჭოს იყო, ცეკაც იყო და იქ ესე ფულების მიტანა არ ხდებოდა. ნამდვილად არ ხდებოდა, ახლა და ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი და აი აქ არის, აი მოდი ესე ვთქვათ რა, რადგან ესე ვთქვათ ტურისტულად მე მომხიბვლელი არის აჭარა და განსაკუთრებით ბათუმი და ქობულეთი, იქ მიწის ნაკვეთის ნებართვა 200,000 უჯდებოდა. აი ეს იყო წყარო და ახლა შეიძლება არ ღირდეს ამ თემას საუბარი, მაგრამ ნელა-ნელა ижონება ყველაფერი. რა უნდა და ამ რიჟვაძეს მამას იქ სამოიმაში საგარეჯოში. და თურმე ამათ საყვარელი სიტყვა აკაჩავებდნენ, მამას აკაჩავებდნენ, რომელიც პოლიციის ის იყო იქ შეფი თუ რაღაცა. ძალიან ბევრი ჩრდილები არის აი ამ მიმართულებით საქართველოში. თითქმის ყველა, ნუ გინდა თბილისიც აიღე, ნაკვეთს ვერ აიღებს, სამშენებლო ნებართვას ვერ აიღებ, თუ რაღაცა ინტერესი არ აღუძარი, ესე ვთქვათ, ქალაქის მამებს. აი ესაა განსხვავება. და ახლა მე რამდენადაც ვიცი ძალიან ძვირი ღირს კვადრატული მეტრი, ნუ პირობითად კორპუსის აშენებაზე. და ეს აი კლონდაიკი არის. ალბათ ამას შეეწირა ეს ისა რა ქვია. მე ვფიქრობ, რომ აი რადგან ამხელა პოლიგონი ქონდა, წესი და რიგით უნდა ესე თქვა დაეკაჩავებინა და ალბათ თავი ვის მოკვლავ ცადა. მე რაღაცა ეჭვიბეპარება, იმიტომ რომ მამამისიც იქ იყო, თან აზჟეჟის ყოფილა. საავადმყოფოდანაც გამოვიდა ინფორმაცია, რომ ესე თქვა დაჟეჟილობა ქონდა. ძალიან ბევრი რამე უცნაურობა და არ გავაგზავნოთ ამას საუბარი. ნუ ეგეც სისტემაა და ახლა ამ სისტემას ვერ მოშლი რა. არა, რას ქვია სისტემა, ანუ ეს სქემა უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ამ სქემას ვებრძვით. ანუ ეს არ არის ბანალური კორუფცია. კი, და უნდა ებრძოლოს სახელმწიფო, მაგრამ აპატიოს ღერთა. არა, ათო ეხლა ახსნი, ეს არ არის ბანალური კორუფცია. უყურე, კორუფცია იყო შევარდნაძის დროსაც, კორუფცია იყო ნაციონალიზმის დროსაც. საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ესეთი რაღაც დოლარების. საბჭოთა კავშირის დროსაც იყო კორუფცია, აბა კრიმინალი რაზე ცხოვრობდათ შავი დაგება და ეთახვები, კი, ლაზიშვილი და ისინი ხარისხებში ეშმაკობდნენ ლევი მე. კი, მაგრამ საბჭოთა კავშირთან რა გვინდა, საბჭოთა კავშირის საერთოდ არის განხილვის ის სისტემა მყარია, გარდაიცვალა და ძალიან კარგი რომ ეხა იმ სისტემაზე არ გვიწევს საუბარი. ეხა გვიწევს საუბარი დღეს რაც შექმნა რუსეთმა და ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის ორი კრიმინალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ერთის მხრივ რუსეთი, სადაც ზუსტად ეგ არის, ხო, რუსეთშიც 4-5 წლის წინათ თქო და მაშინაც ხდებოდა გარკვეული სისხლიანი გარჩევები, მაგრამ ძირითადში მაინც თანამდებობიდან გათავისუფლებით მთავრდებოდა პრობლემა. დღეს რუსეთში და საქართველოში ესე არ მთავრდება თანამდებობიდან რომ მიდიხარ, ვალდებულება არსად არ მიდის, შენ უბრალოდ იმ სქემიდან მოხსნეს, რაც ფული კეთდება და ეს არა, ანუ კორუფციული როგორ არ არის, მაგრამ ეს არ არის ბანალური კორუფცია, რაღაცა სამი მაინდი ჯიბეში ჩაუდე და მე ეს უფროსთან იკრიბება. არა, ნუ ეგ რა თქმა უნდა, ალბათ ეგეც არის, ახლა სიმართლე გითხრა. ეგ არ მიკვლევია, მაგრამ მაგ არის დიდ სქემებზე საუბარი, მილიარდობით დოლარზეა საუბარი, რომელმაც საქართველოს ეხა ეს 4 წელი რაღაცა რიცხვები რო გვაქვს მატების, ეს მატება შექმნა იმ დიდმა თანხამ, რომელმაც შემოაღწია რუსეთიდან და რომელიც რა თქმა უნდა შევიდა ესე ვთქვათ პირველ რიგში მშენებლობაში. კი, მილიარდი დოლარის ბინები იყიდეს, კი. და მშენებლებს, ანუ ბინების მარტო თვითონ მშენებლობაც, ანუ მოკლედ ეს დიდი სქემაა, რომელიც მუშაობს, არა მარტო რუსებმა იყიდეს, რომელიც გარედან მოდის, არამედ როდესაც რუსები მოაწყდნენ აქ და ეხა ეს არ არის ჩემი ანალიზი, ჩვენი ჯგუფის სხვა წევრების ანალიზია, მაგრამ მივითვისებ რაღაცნაირად მეც ცოტა მივყვები. ანუ საუბარია იმაზე, რომ თვითონ გაყიდვების ბაზარი გაიზარდა, იმიტომ რომ თვითონ რუსების მოზღვავების შედეგად გაიზარდა ღირებულება გაქირაებული ქონების და ქართველებმაც კი, ანუ ფულიანმა თუ ფინანსების მქონე ქართველებმაც კი დაიწყეს იმაზე მეტი ბინის შეძენა, ვიდრე მათ ჭირდებოდათ, იმიტომ რომ მათ იმედი ჰქონდათ ჩადებული ინვესტიცია გაქირაების შედეგად უკან დაუბრუნდებოდა და ამიტომ ეს ბაზარი ამ ბაზარმა ესე ვთქვათ ძალიან დიდი ფინანსები ატრიალა 3-4 წლის განმავლობაში და შესაბამისად მხოლოდ აჭარაზე და თბილისზეა საუბარი, დანარჩენი ახლა ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში და თავის თელავში იმის 1000-ები ფინანსები ატრიალებს თუ იმის 100000-ი, რაც ამ ორ ფინანსურ ცენტრში ტრიალებს.
ბათუმში და თბილისში. შესაბამისად, აი აქ ჩინოვნიკები, რომლებიც ამ ფულის ტრიალს დააჯდნენ, რა თქმა უნდა, უაზროდ და უზარმაზრად გამდიდრდნენ და შესაბამისად, ეხლა როცა სქემაში გარშემოდინებული ფული გაქრა და უნდა გადავიდეს ჯანსაღ, ესე რა ვთქვათ, ეკონომიკურ ურთიერთობაზე, როცა ბიზნესის რენტაბელობა განისაზღვრება მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე, ამ დროს აღმოჩნდა, რომ ეს არის პირამიდა, სადაც გარკვეულწილად უფრო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი ამ პირამიდის არსებობის ხანძრებასთან დაკავშირებით, ვიდრე რეალობაში იყო და დაიწყო ახლა ამ ფინანსების უკან დაბრუნება და ეს ამ ფინანსებს რუსებიც თვლიან, რომ ეს არის რუსული ფინანსები. თქვენ გახსოვთ, ხო? როცა რუსები დეპორტირებას ახდენენ ან საქართველოსთან ურთიერთობა უფუჭდებოდათ, ისინი ყოველთვის რას ამბობდნენ? ყველაზე ესე ვთქვათ, განთქმული გამონათქვამი არის, რომ ჩვენი ტურისტები ჩადიან იქ და რუსული ფულით დიდრებიან ქართველები. იმას კი არ ფიქრობენ, რომ იმ ფულს რასაც ხარჯავენ, იმის საფასურად რომ სერვისი მიიღეს და ეს ქართველები შრომის შედეგი ესე არაზრუნებენ. ამიტომ ეხლაც ის რომ ვიღაცა აჭარის თავრობის მეთაურმა რაღაცა რისკი გაწია და ფინანსები ესე ვთქვათ თავისთვის წაიღო, ეხლა რუსი ეგრე არ თვლის და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს ეს ვალდებულება აქვს. და შესაბამისად როცა სისტემა აგებულია ესეთ ურთიერთობაზე, როგორც კრიმინალურ ბანდის შიდა ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა გარჩევები ხდება სისხლიანი, იქ მუქარებიც არის გაცილებით უფრო ხისტი და არა მხოლოდ პიროვნული მუქარა, არამედ ემუქრებიან ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ ოჯახის წევრებს და ეს მიმდინარეობს ხო ეხლა რამდენიმე პირის ციხეში, მისი დაკითხვა მიმდინარეობს და ჩაუშვებს არ ჩაუშვებს, ამაზეა დამოკიდებული მისი ბედი. ანუ ჩვენ ფაქტურად გასაოცარი დემოკრატიის მაგივრად მივიღეთ პირდაპირ მოდელირება კრიმინალური რუსეთის, ანუ ეს კრემლის არა, ან მოსკოვში ბევრად მოწესრიგებულია სიტუაცია ვიდრე საქართველოში. საქართველოში პირდაპირ მივიღეთ ეს ბანდიტური ურთიერთობები, რომელიც აი ესე თავის ბრუნვის რიცხვს ესე რა ვთქვათ, კრიბავს. კარგი იქნება თუ ეს შეჩერდება, იმიტომ რომ არის რისკები ამ რეჟიმს გარდაში და ესე ვთქვათ დაძაბულობის აქვს გარე რისკები ჩვენი სახით, ანუ ვინც რეჟიმის ჩამოშლას ვაპირებთ და შესაბამისად შეიძლება ეხლა ეს სისხლიანი მანქანა ბოლომდე ვერ ამუშავდეს. თუმცა თუ დაცალდა რეჟიმს და მან აქ მოახდინა კონსოლიდირება და ამყარა სრული დიქტატურა, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება არა დემოკრატიული საქართველო, არამედ კრიმინალური საქართველო, რომელსაც გინდა ჩრდილოეთის ორიენტაცია ქონდეს, გინდა სამხრეთის და გინდა სამხრეთ-აღმოსავლეთის. ამიტომ ეს ეხლა იმ დედებმა, იმ ბიძებმა, იმ უტვინო და გაუნათლებელმა ბირჟის შემადგენლობამ, რომელმაც ოცნებას ხმა მისცა სხვა რა ვიცი საფასურად, ხო? ეს მათი პასუხისმგებლობაა, ის უმანკო დიასახლისი, ასაკოვანი ქალი როზიის და ასაკის ხალხმა მისახმები. ხო, იმედის სერიალებს როცნებს აღვარებს. ზუსტად აი ამ დედებმა გაწირეს თავისი მომავალი თაობა იმისთვის, რომ კრიმინალურ საქართველოში ეცხოვრათ. ანუ ის ომი, რაც შეიძლება საქართველოს მოადგეს, ის დიდი გარჩევები და ის სისხლი, ზუსტად ამ ადამიანების კისერზეა. ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს ვერ გააკეთებდა, რომ არა მათი მხარდაჭერა. ხო, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ გაქანების ადამიანი, რომელმაც რაღაცა შეიძლება შექმნას თავისი შეიარაღებული დაჯგუფება და აქ რაღაცა ძალი დაამყაროს დიქტატურა. ის სულ ამ ესე ვთქვათ ტენდენციებზე ზის, უბრალოდ ამ ტენდენციებს, რომელიც ძალიან აი ცუდი ტენდენციები გვაქვს, უაზრო, გაუნათლებელი, უტვინო, რა ვიცი, როგორ შევაფასოთ კიდე, რომელიც აი ბოლო-ბოგანო ადამიანი რო არის იკადრებს, აი ესეთი აზროვნებები გვაქვს სამწუხაროდ და რისკს და რა არის კარგი და რა არის საფრთხე, ამას ვერ არჩევს ეს ამ საზოგადოების დიდი ნაწილი. პრობლემა რასაც ბოლოს გაიგონებს, როგორც პავლოვის ზაღლი, ხო გახსოვთ პავლოვის ზაღლის რეფლექსები, ხო? რეფლექსებზე არიან აგებული, ეტყვიან ჩრდილოეთი კარგია, იტყვიან ჩრდილოეთი კარგია, ეტყვიან გააჭმევთ და დასავლეთს მიეცი ხმა. შეჭამენ და აუცილებლად მიირბენენ და დასავლეთს მიცემენ ხმას. ეს არის ცხოველების დონეზე გაუნათლებელი მასა, რატომღაც რომელმაც დაკარგა წინამდებობის უნარი, ისე როგორც თეიმურაზი იყო ჯაყოს ხიზნებში, აი ზუსტად ესეთი მასა, რომელიც არის შეშინებული, გაუბედურებული თავისი ცხოვრების დალაგების აზრს მოკლებული, რომელიც გვიქმნის პრობლემას. ანუ მარტო ბიზნესი კი არ ყავს სარანგოზე მოსაცროლი და გასაგდები, არამედ ამ ადამიანებსაც პატრონობა უნდა და ეს არის პრობლემა, ისინი ქმნიან ამ ნიჰილისტურ განწყობას.
როცა გამოდიხარ და შენ 10 მეზობლიდან 9 გეტყვის რომ ეხა სამიდიხარ მაგას რა აზრი აქვს იმიტომ კი არა რომ იცის შეფასებული აქვს ოცნების სიძლიერე ან იცის რომ ოცნება სასარგებლო აქვს საქართველოს არა ეს არ იცის მას ტვინი არ ყოფნის იმისთვის რომ ეგ შეაფასოს უბრალოდ უთხრეს რომ ეს ესია და იმეორებს თუთი ხუშივით და რა თქმა უნდა ნიხილისტურ განწყობაში გვაგდეს როცა 10 კაციდან 9 კაცი გეუბნება რასაც შენაკეთებ ეს არის მიუღებელი აი ძალიან ცუდ განწყობაზე აყენებს ჩვენ მოსახლეობას და ყველას არ აქვს იმის ფსიქოლოგიური მზადყოფნა რომ აი ამ წინამდებობას გაუძლებს თორე ერთხელ ოცნება დამარცხდება და ბიძინა ივანიშვილს არც ერთი მისი მომხრე არ გაიხსენეს და პირიქით ისინი პირველი მაგინებლები იქნებიან ბიძინას არ ვიცი გიორგი ყოველ შემთხვევაში ეს საპარლამენტო არჩევნების დროს მე მგონი ამათმა თბილისი წააგეს ბევრ ქალაქში ადმინისტრაცია ზოგადად მათ თავიანთი ხალხი იყო და საარჩევნო ადმინისტრაციას გულისხმობ მაგრამ მე მგონი მაინც კარგად არ აქონდათ საქმე ყოველ შემთხვევაში მოიმატეს თორე არ უნდა თბილისში მე ამ არჩევნების მიმართ ნოსტალგიას დავასრულებდი იმ არჩევნებზე რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ოცნებას საკმაოდ ბევრი მომხრე ყავს და არჩევნების მერე საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხი ქონდა ჩვენ მოსახლეობაზე და ეხლა სიტუაცია მაგ არჩევნებით აღარ უნდა გავზომოთ ეხლა აბსოლუტურად სხვა სიტუაცია აღიარებ მაგასა მაგრამ რა არის ისა ბატამეთკი გიორგი 1,200,000-იც არ არის თბილისის მოსახლეობა რეალურად და 300,000 კაცი რო გამოვიდა და ეს კადრები ხო და შარად ყრის ორივე მხარეს კოლონები მოდიოდა თბილისი მართლა ის არის მე თუ მკითხავ ციტადელია ქართული დემოკრატიისა და არ არის ისე კარგად საქმე შერაცახდა კი ეს შენ ფაქტურად ალბათ შედეგით რომ ამდენი ხმა მისეს მას მაგრამ ეს ხმაც ხო ნაყიდი არის ნამდვილად ნაყიდი არის და ნაყიდი ხმა არის მოდი ჩვენ აი ზუსტად ეგ არის ჩვენი პრობლემა რომ ჩვენ გჯერა რომ არსებობს გონიერი ქართველი აქ მასაზია ლაპარაკი ანუ კრიტიკულ მასაზია ლაპარაკი არა ყველაზე რა თქმა უნდა საქართველოს თავის გენიოსებიც ყავს და ძალიან კარგი ადამიანებიც და ბებრძოლი ადამიანებიც აქ ამაზე არა საუბარი აქ ლაპარაკია საუბარი რაღაც რიცხვზე რომელიც რაღაც კრიტიკულ ტენდენციებს ქმნის ხო დღეს არის საკმაოდ ბევრი ადამიანი ყოველგვარი ისე რომ არავინ არ ამოწმებს მაგრამ მაინც ოცნების მომხრე რო არის კერძო საუბრებში ამაზეა საუბარი და ხა რიცხვებს აქ მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ რიცხვები იზომება მხოლოდ არჩევნების დროს ხოლო თუ იმას ავიღებთ აგერ დიდგორში გამოვიდა 50,000 ქართველი და წანის იზომის დროს არ გამოვიდა 50,000 ქართველი ხო ნუ ამას ვერ ვიტყვი ხა ცოტა დიდი პერიოდი ავიღეთ მაგრამ ანუ ის რომ 300,000 გამოვიდა ეს არ ნიშნავს რომ მეორეჯერაც გამოვა მაგრამ ეს იმასაც არ ნიშნავს რომ არ გამოვა ამიტომ მოდი ჩვენ მივყვეთ ჩვენთვის არის ბრძოლა ეს არის ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს ის საკმაოდ ძლიერად არის ამ რეჟიმში გამაგრებული გამყარებული მართლობის სტრუქტურებში მისი დამარცხება არის ძნელი მით უმეტეს ოპოზიცია ყავს ლენჩი და არაფრის მაქნისი და შესაბამისად იმისთვის რომ დამარცხდეს უკვე ორი რაღაცა ორი ნაბიჯია გადასარქმელი ეხლა რომ ოპოზიცია ყავდეს გადასარქმელი იქნებოდა ერთი ნაბიჯი ოპოზიცია მოიფიქრებდა გეგმებს ხალხი დაუჭერდით ხარს როგორც სერბეთში ხდება და დავიწყდით პირდაპირ ბრძოლას რეჟიმთან ეხლა ჩვენ გვაქვს რომ ჯერ ეს ოპოზიცია უნდა გაიწიოს გვერდზე და არ გადის ცოცხალი თავი და სისულელების რაღაც სისულელეს აკეთებს პროექტების სახით რომელსაც გამარჯვების საერთოდ არაფერი არ ცხია ანუ როგორ უნდა ებრძოლო დიქტატურას ხო ეს ხო არის რაღაცა ხოლმე წარმოიდგინო ადამიანმა როგორ შეიძლება ებრძოლო და როცა შენ ამბობ რომ თუ მე პიანინოზე დაუკრავ სახში ოცნება ჩამოიშლება ხო რა ვიცი ხა ვიღაცა თუ ამ ორ მოვლენას შორის კავშირს დაინახავს და ყველა სახში გავკავდებით პიანინოს დაკვირით და გონია რომ ამით ოცნება ჩამოიშლება მაშინ მე მგონი მე ამაზე ვერ გამოვყვებით იმიტომ მე არ მინდა იდიოტი როლი და შტაბეჭდილება დავტოვო მას აქვს ინსტრუმენტები ამ რეჟიმს და ამ ინსტრუმენტების წინამდე არის კონკრეტული საბრძოლო ხერხები გადაყენებული იმისთვის რომ ოცნება თამოშალოთ პროტესტის პერიოდი დაასრულა ეხა გასაგებია ეხა რომ რაღაცა დემოკრატიულ ქვეყანაში ვიღაცა მეცის წინამდე რო დადგება რომელიმე იმის რა ქვია კანდიდატების წინ და გააპროტესტებს ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ დემოკრატიული სახელმწიფოა და ჩვენთან არც პროტესტი აღარ მუშაობს აქ საუბარი ან უწევს წინამდებობას და ვებრძვით რეჟიმს ან არ ვებრძვით რეჟიმს არის ახლა ისეთ თემას შეეხე გიორგი არ შეიძლება რომ ისტორიულ წიაღისეულებში არ გადავიდეთ თუ მაშინ საფრანგეთის კომუნა გამოგვივა
ან სამოქალაქო ომი გამოგვივა. აი მე რატო გამოგვივა ბრძოლა? არა, აუცილებელი იარაღით იყოს რა, პარიზის კომუნა რა შაშია. აქ იარაღის გარეშე არის რესურსები, მაგრამ ესენი ძალიან მაბადიოს ღერთვა ვირეშმაკულად მუშაობენ. მასობრივად დაიწყეს ახლა გოგო ბიჭების სახლებთან პოლიცია მისვლა და ნარკოშემოწმებაზე უნდა წაგეყარათ. ეს ხო ქვეცნობერზე მოქმედებს და აშინებენ. ყველა მეთოდს იყენებენ, რომ დააშინო და დააშინება ანტიკონსტიტუციურია ჩვენში დარჩეს და ყოველ შემთხვევაში ჩვენ რადგან ადამიანის უფლებათა დეკლარაციას მიუერთდით, ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხდება. ესე იგი ძალადობს ხელისუფლება. ხა გოგოებს რო წაიყვან მოუწოდებ, რომ ახლა ჩაგვიჯექი და ნარკოტიკებზე უნდა შეგამოწმოთ. ეს არა, უკვე ეს ხელისუფლებაა თვითონ გასცდა კონსტიტუციას. და ძალიან ცუდი შედეგი დამთავრდება ესა. მე ვფიქრობ, რომ სადღაც ადრე თუ გვიან ძალიან დიდი ჯახი მოხდება. არ ვიცი შენ როგორ ვფიქრობ, მაგრამ მე თუ მკითხავ, აპროვოცირებს ხელისუფლება ამით საზოგადოებას, რომ ნუ მოდი ესე ვთქვა, დასაკოვანების სახლში დარჩით, ახალგაზრდებს ჩვენ მოვლი და ვინც იქნება დავიჭერთ. სქემა არის ძალიან საზღარი და არადემოკრატიული. მოდი რეკლამაზე გავიდეთ, გიორგი, და მაინც მაინტერესებს, იცი, აი, ნუ მე მახარებს პირადად, რომ მთელი მსოფლიო ყოველ შემთხვევაში რეაგირებს იმაზე, რაც აქ ხდება. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი წარმატება ქართული დემოკრატიის, რომ ფაქტურად გაშიშვლებულია მეფე, რომ ეს არის მოძალადე ხელისუფლება. და ესეთი მკაცრი და სასტიკი მოძალადე ხელისუფლება ჩვენ ჯერ არ ყოლია, აგერ რამდენი ვართ 20 თუ არა ვწდები 35 წელი არა, მეცადე ხო, ნუ 38 წლამდე ვარ თუ არა ვწდები დამოუკიდებლები, ნუ თუ კი 91 წლიდან ვიანგარიშებთ, საკმაოდ კარგად ვართ და აი ეხლა შემოbrunება ხდება და ფაქტიურად ოლიგარქია რა არის, ტირანია არის. ტირანიის აი სინთეზური ესე ვთქვათ კადრები ნებისმიერ არსზე რო შედანახავ, აი არ გესიამონება. უკუსლა ხდება დემოკრატიის. ამაზე საუბრობს მთელი დასავლეთი და მით უმეტეს ახლა გუშინ წინ რომ ევროკავშირმა რეზოლუცია შეიტანა, ეს აი შავი ლაქა იქნება ამ ხელისუფლებისათვის და თან დაემთხვა ზუსტად ამ რიჟვაძეს ვითომ ესე ვთქვათ გამოთხოვებას თუ დამშვიდობებას სიცოცხლეს. ესე ძალიან მე თუ მკითხავ ანტისახელმწიფოს და ხელისუფლების საწინააღმდეგო არის ეს ყველაფერი და თავს როგორ გაართმევენ, არ ვიცი, ესენი ძალადობას გააგრძელებენ და ძალადობა მერე წავა მუშტიკრებს. აი ამაზე ვისაუბროთ რეკლამის შემდგომ რა. მუშტიკრივით გაგრძელდება ესე ვთქვათ ძალაუფლების შენარჩუნება და მოპოვება თუ მშვიდობიანი გზით. დაგველოდეთ ბატონებო 2 წუთში დაგიბრუნდებით.